მოგესალმებით, რადგან გაინტერესებდათ ეს საკითხი, გადავწყვიტე ჩამეწერა პატარა ვიდეო. ისე იგი როგორ დავიწყოთ, ჩამოვაწყოთ თვლები ისე, რომ არ დაგვაკლდეს ძაფი და ან არ დაგვრჩეს ბევრი. ასეთი მეთოდი არსებობს. ჩამოვაწყობთ 10 თვალს. ჩამოვშლით მე ამ თვალს, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და გავზომავთ მე ჩემ შემთხვევაში სანტიმეტრიანით გავზომე და მაგალითად მე გადავწყვიტე რომ 50 თვალი უნდა ჩამომეწყო და ეს გავამრავლე 5-ზე, ანუ რადგან 10 თვალი ჩამოვაწყე, 50 მინდოდა ეს ზომა, რაც მივიღე, ჩემ შემთხვევაში 9 სანტიმეტრი იყო, 5-ჯერ ავიღე და ისე დავიწყე თვლების ჩამოწყობა. ეხლა სრულად გაჩვენებთ თვლების ჩამოწყობას, რომ ვნახოთ რა დაგვრჩება ბოლოში. დათვლას არ დავიწყებ ახლა, მაგრამ ზუსტად 50 თვალი ჩამოვაწყე და ნახავთ, რომ არც ბევრი ძაფი დაგვრჩება და არც დაგვაკლდება. ასეთი მეთოდით თქვენ რამდენიც თვალიც დაგჭირდებათ, რომ ჩამოაწყოთ, ნიმუშად უნდა გააკეთოთ ყოველთვის 10 და მაგის მიხედვით თუ სრული ათეულები გჭირდებათ, მაგალითად 70, 7-ჯერ იმდეს აიღებთ. თუ არ გჭირდებათ ესეთი დამრგვალებული რიცხვი, მიახლოებით მაინც ჯობია ცოტა მეტი დაგვრჩეს ხოლმე, ვიდრე დაგვაკლდეს და ამიტომ ეს მეთოდი ჩემ შემთხვევაში საკმაოდ კარგად ვიყენებ და არასდროს არ შევმცდარ. აი, გაჩვენებთ რა ძაფი დაგვრჩა ბოლოში. ასე რომ გამოიყენეთ წარმატებული სასიამოვნო პროცესი.